Intros მუსიკა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგებრუნდით მომდევნო ვიდეოთი. ამჯერად ჩემს ულამაზეს, უსაყვარლეს და უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად, კეთილი ესალმე. გამარჯობათ. დღეს მოკლედ გვექნება უმშვენიერესი, უსერიოზულესი და უგემრიელესი ვიდეო, რადგან კომპანია Amanem, რომელიც არის იაპონური კერძების რესტორანი, იმყოფება ორბელიანის ბაზარზე. აღწერაში დავტოვებთ მათ სოციალ მედიას, შეგიძლიათ გადახედოთ Instagram-ზე და შეგიძლიათ ნახოთ TikTok-ზეც კი. ქეთი, შენ გაგისინჯავს იაპონური კერძები? არც ისე. არც ისე კი არა, ერთად ვიყავით მოკლედ Amanem-ში და ერთი კერძი დავაგემონეთ. ძალიან კარგი იყო ეს და გადავწყვიტეთ რომ ვით არ ამშრომლობთ. შესაბამისად Amanem-ს დავთანხმდით და დიდი მადლობა მათ და გამოგვიგზავნეს ესეთი უმშვენიერესი ორი დიდი პაკეტი საჭმელებით. მე ძალიან მიხარია, მოხარული, იმიტომ რომ ძალიან მშია. ქეთი შეგშია? ძალიან კარგი. მაშინ, პატარა ინფორმაცია უნდა მოგიყვეთ Amanem-ზე, ეს რესტორანი შექმნილი არის სამი მეგობრის მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ იაპონიაში, არიან რა თქმა უნდა იაპონური ენის და კულტურის მცოდნეები და მათ უნდათ რომ ეს გემოები შეუცვლელი ფორმით ჩამოეტანათ ჩვენამდე. დიახ, მარტო სუშის და რაღაც რო იცნობენ აზიური ქვეყნებიდან იაპონური და კორეული კულტურიდან მარტო სუში არ არის, ანუ ბევრი საინტერესო კერძი არის. ანუ ბევრი იწვალეს თუ ცოტა იწვალეს, საბოლოო ჯამში გამოვიდათ, როგორც ვთქვი, 3 წელი დასჭირდათ რომ მოეტანათ ჩვენამდე ეს ინგრედიენტები შეუცვლელად ასე ვთქვათ და შემიძლია გამოვიდათ, იმიტომ რომ ისეთი კერძი დავაგემოვნეთ, ძალიან გემრიელი იყო და ხა კი აი ძალიან მაინტერესებს ხა ეს რეები არის. თან მითხარით რომ არ გითხრათ რას გვიგზავნით, ასე რომ სურპრიზი იქნება ჩვენთვისაც. იმედი ავაგეწოდებათ ეს ვიდეო, ლაიქს გილიჯეთ, გამოიწვიეთ არხი და დავიწყეთ, ხო ქეთ? ძალიან კაი. ეს ყველაფერი დამზადებული არის ადგილობრივი ინგრედიენტებით, ფათაშორის სასმელები და ეგეთ რაღაცები ჩამოაქვთ, ანუ ვიქაური, ტრენდული, გაზიანი იქნება თუ გაზის გარეშე ყველაფერი ჩამოაქვთ, ალკოჰოლური სასმელებიც აქვს ხოლმე, ეხლა უბრალოდ ფილტრად არ ხონდათ და შემდეგში კიდევ გამოგიგზავნით თუ ასე რომ მაგასაც დავაულდებით შემდეგი დაგემონებისთვის შემოვინახოთ იაპონური ალკოჰოლური სასმლის ტესტი. ესე იგი გავხსნათ, კეთი გავხსნათ, დასახელებებიც გამოგვიგზავნეს. აუ, რა მაგარი რაღაცებია. ეს გავხსნით, ეს არის ჩემი ფავორიტი. აი ეს გემო. არის რაღაცა გაზიანი სასმელი და ქვია ჰატა. ჰიტა რო ყოფილიყო, ვაფშე მაგარი იქნებოდა, მაგრამ ჰატა ქვია. ეს რომ მაგარი რაღაცაა. მაიცა, ეხლა მადა მომივიდა, ხუაზე ხარ. უღრმესი მადლობა Amanem-ს. ეს არის რაღაცა ლიმონის წვენი. ო, რა მაგარი შეკრავა. ფლიანად შეფუთოში ეს რაღაცა პირველად ნა. ეს ჩვენ გავსინჯეთ, ეს არის. ის არის? არ მახსოვს ამის გემო, ასე რომ კიდევ ეს დავაგემონეთ. ეს რა არის? ეს გასასმელებია, ჩემი. ვაუ. Craft Boss რაღაცა. რა? აი, რამდენი საჭმელი გამოგზავნეს. კრევეტები და ისინი, მომწონს კრევეტები და ისინი ძალიან კაია, ერთი წომი დედა ძალიან ბევრი ყოფილა. ძალიან ბევრი საჭმელია ხალხო. შენებს გამოგვიგზავნეს? ეს ის არის ხო ონიგირი? ეს მე მგონი ონიგირია სასტავ. დედა კიდე ერთი საჭმელი. ეს მე მგონი ქეთის არ გაუსუნდა, ხო ქეთის მოეწონათ, ჩვენ წითელი გქონათ ცოტა უფრო. ხო არა ის მარწვის როგორც. მარწვის ყავს რაღაც ხო? ეს არის ცოტა გამჭვირვალე. რის სერიაზზე არა. 4 წელი ონიგირი გამოუშვეს, ქეთისთვის ჩანგილები იმიტომ რომ ვერ იყენებს ჭხიდებს. მოკლედ აი სრული პაკეტი. რა თქმა უნდა ყველა დელივერის აპლიკაციაზე არიან როგორც ვიცი. შეგიძლიათ Bolt Food-ს გადახედოთ, Bolt-ზეც და Glovo-ზეც თუ არ ხდები, მომითევს თუ ხდები. საბოლოო ჯამში thumbnail-ის ფოტოს გადავიღეთ, ესე დავალაგეთ. ძალიან საინტერესოა ყველაფერი, მინდა გითხრათ. აი ძალიან და საიდან დავიწყოთ აღნიშნოთ, ხო? პირველ რიგში მე მგონი ქეთი ონიგირი უნდა გავხსნათ. იმიტომ რომ ონიგირი ძალიან გემრიელი იყო და რაც ვიცი ჯერ იმას დავაგემონებ. სხვადასხვა გემოთი არ ამგონია. კრევეტი იაპონური. სხვადასხვა არის. კი, მაიცა და ეს არის კრევეტი იაპონური მაიონეზი. თინუსი იაპონური მაიონეზით და კრევეტი იაპონური მაიონეზით, ხო? ხო. იაპონური მაიონეზი ეს არის. თქვენი ოლეინა და ეგენი თუ რაც ქვია ოლეინა თუ რა ქვია მაიონეზი. ოლივკოე არ არის ასე თქვა. არ გინდა ონიგირი? არა ეს მე. მე კრევეტით გავსინჯა მაშინ. აი მაშინ მოდი ესენი გადავალაგოთ გვერდს და სათქალ თუ არ ნახოთ ხალხნერე. აი უგემრიელესად გამოიყურება ყველაფერი, დიდი მადლობა Amanem-ს. აი ძალიან ბევრი რაღაცა ამდენი სნაურით არ მოველოდი. მოკლედ სანამ გადავუნდება. აქავალ ასე დაწავსულად. ეხლა ყველაფერი შევჭამოთ და რომ ხო ძალიან რო დაგხვდა. ეგეთებს არა ვარ. მოკლედ ხალხო მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იაპონურ კულტურას, გეცოდინებათ თქვენს. ერთ დროსაც მინდა რომ წავიდე იაპონიაში, მე და ქეთი გვინდა რომ გავემგზავროთ მოკლედ რა. პირველი ვშინჯავთ
ონიგირი არის ზღვის მცენარეში შეხვეული ბრინჯი და შიგ თავში რაღაც გემრიელი. ეს ჩამოტანილი ონიგირია თუ აქ არის წარმოებული, რაღაც იაპონური ლეიბელები აქვს და ერთი ქართული სტიკერი აქვს. აი ესე გამოიყურება, აი. კარგი. საინტერესო. მანდala გოსნა. არა, აქედან უნდა გაიხსნას, ხო, და ეს ამაში უნდა შეახვიო. აბა ქეთ. ვითი სინჯავ შენ? კრევეტით? მე ვითი სინჯავ? თინუსი. აია. აგვიწერე გემოობა, რაც მომიზავსებ. რამეს გავს ქართულიდან? არა. არა, ესეთი რაღაცა ხალხო. შევახვიეთ და ერთ-ერთად ჩაკვიჩო ალბათ, ხო? შეკთავში არის უგემრიელი, ეს თინუსი არის, ანუ გემრიელი თევზის გემო აქვს. მე მაგალითად თევზი მაქვს. ამას მიცემ მოდი ქულები დაუწეროთ. რას მიცემ ამ საჭმელს? 7.5 10-დან. ანუ ჩემი გემონების მიხედვით რა. მე რა მომწონს და რა არ თორე. ძალიან გემრიელია, მაგრამ ასეთი მძაფრი თევზის გემო მე არ ვარ შეჩეული. ანუ ცუდი არ არის, სწორად გამიგე, ცუდი არ არის, მაგრამ ამ ჩემი გემონებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. ქეთისთვის შეიძლება 10-დან 10-ია. 8 ქულა, აჰა. ყველას გემონება განსხვავდება, ასე რომ თქვენთვის შეიძლება სხვანაირი იყოს. შეგახსენებთ, რომ ლინკები იქნება აღწერაში, შეგიძლიათ მიმართოთ TikTok-ის აკაუნტიც აქვს და Instagram-ის. ვისამართი კიდე ორბელიანზე არის ბაზარში. მეორე სართულზე რო ახვალთ, პირდაპირ დაინახავთ ულამაზეს ამანეს. და სასმელები ბოლოსკენ მოვიტოვოთ, ქეთ? ჯერ ესენი გავსუნჯოთ, გავსუნჯოთ. მოდი აბა რას არჩევ? ჩვენი შემდეგი კერძი გამოიყურება აი ასე. ამას შეხედეთ რა გემრიელად გამოიყურება უბრალოდ. ამას ქვია კარააგე, შემწვარი ქათამი იაპონურად. ვიცი ნეწყვებ მოგადგათ მეც. აი, აბა, დავტესტოთ, ქეთ? ავიღე. დაწყე. მომიდი. ცხარეა. გემრიელია, ხო იცი? აი ესეთი. 9 ქულა ეკუთვნის, ერთ ქულა მხოლოდ იმიტომ დავაკელე, რომ ცოტა ცხარეა ჩემთვის. მე 8 ქულას დავუწევ. ჩემი გემრიელებიდან გამომდინარე. და შემდეგი საჭმელი ქეთი არჩიე დედა რაც ხარია. ეს რა არის? ქათმის კარი ცალკეა შეფუთული და ასე უნდა დაადოთ ზემოდან. აჰა, და ესე ეწყობა ეს. ძალიან უცნაური არის ქეთი. ჩემთვის ჯერჯერობით და ძალიან გემრიელია ყველაფერი. ანუ ერთ რაღაცა გავაკეთე. ბრინჯი და ყველაფერი ავიწოვე მაინც. ქეთი დაიტანჯე ჩანგეთუნე. პრობლემა არ არის. მიდი აბა ქეთი, მიდი ქეთი. აიღე, ოჩა, საღოლ. მაინც აიღო. ბრავო. ჩემი გემოვნებისთვის ესეც 7.5 არის. ყველაფერი გემრიელი, ყველაფერი კარგია, მაგრამ ფიქრობ რომ კიდევ უფრო გემრიელი იქნება წინ რო წავალთ. ბრინჯიც ძალიან გემრიელი იყო, სხვადასხვა ეს რაღაც соусიც ძალიან კაია. ხოხულა. ცალკეშიც რა გემრიელია? რისი соусია ეს? ო, ძალიან კაი соусია. მე მგონი 8-ზე აიწიეს ცალკე რო ჭამ 8-ზე აიწიეს საჭმელი. ინებეთ ქალბატონ ქეთი კიდევ თუ გინებავთ. ეს არის ოიაკოდონი, ხო? ოიაკოდონი. ეს კარგად შეფუთული. ძალიან კარგად შეფუთული ვერაფერი ვერ გამოვიდა აქედან. ოიაკოდონი ქათმით კვერცხით, რომელიც სპეციალური იაპონური соусებით მზადდებაო ხალხო. ეს მშვენივრად გამოიყურება. მე ძალიან ლამაზია. მაგის აღწლები. აუ რა კაი სუნია. ერთი 5-6 ქულა სუნში. არა, ბაზარი არა. აი 5-6 კი 7 ქულა სუნში ძალიან მაგარი სუნია. ეგრევე მიდი ქეთ. შენია. ქათამი აიღე? ქათამის მიაყოლე. გემრიელია? ქეთის შეფასებით შეგი. ნახე. განსხვავებული აშკარად. მოტკბო გემი აქვს. პირადად მე არ მიყვარს მოტკბო. მაგრამ გემრიელია ძალიან. მოტკბო თუ გიყვართ, ძალიან მოგეწონებათ. ამას მე მივცემ, რახან არ მიყვარს მოტკბო კერძები, ეს არის 7 ქულა ჩემთვის. შენ როგორ ხარ? 9 ქულა. 9 ქულა. ქეთის მოტკბო უყვარს ესე იგი. შეგახსენებთ რომ ყველას გემონება განსხვავებული და თქვენთვის შეიძლება იყოს სხვანაირი ცოტა. შეიძლება თქვენი ფავორიტი იყოს ეს. მე ობიექტურები უნდა ვიყო, ხო ხტებით? მაგრამ ყველა გემრიელესია მართლა. ყველა კერძი თითოეული კერძი არის ისე არის მომზადებული, იმენა გულიანათაა გაკეთებული, ხო ხტებით? ბრავო. აია. აი ეს როტბილი არ ყოფილიყო. შეიძლება 9 ქულა დამეწერა მეც. მაგრამ ეგეთი კერძია ხალხო. და ჩვენი შემდეგი კერძი არის, აი ეს იქნება დიახ. იაკისობა, იაპონური ატრია, კრევეტით, რომელიც ატრიაც ნედლ მდგომარეობაში ჩამოდის იაპონიიდან, ასე ხარ?
ვიცი, ატრიეს სუნზე ძალიან გემრიელია ეს ბოსტონური აძლევს მაქსიმუმს. აი ესე გამოიყურება ჩვენი იაკისობა. ძალიან შვენიერია. ამ პრეზენტაცია მომწონს მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შეფუთვაში მოდის ახლა დელივერი არის, ანუ იდეალურად ინახება და რავი, ანუ ჯერ კიდევ რომ მოვედით ხო გავამზადე ეს ასეთი და რაღაცა, ჯერ კიდევ თბილია. სხვა შორის კრევეტები არ მიჭამია. არ გიჭამია კრევეტები მე ძალიან მიყვარს. დაბა ჩაიფიქრე. აი ასე. всё, აი, შემილია. იმას ალკე ავიდე კრევეტს. ჩაატყე. ტყლაში. მასაკიდა. კრევეტი გამოგდებინა. კეთილი კრევეტი მიავით და აუ, რა გემრიელია. აუ, რა სხვანაირია. ეს არის ცოტა მოტკბო სოუსით. მაგრამ რაღაცნაირი სხვანაირი მოტკბო არის, ეს ძალიან მომეწონა. იაკისობას მე უწევ 9 ქულას 10-დან. შენ როგორ ხარ, აბა? 8 ქულა. 8 ქულა? ანუ მე უფრო მომეწონა. პირველად გავსინჯე და შენთვის ემედის მიმჟავე ხო არა? მგონი შენთვის მოტკბილო მომჟავოა რაღაცნაირად და მაგიტომ მოტკბო მომჟავო და მაგიტომ არ მოეწონა კეთს ალბათ. მოეწონა, მაგრამ უფრო მაღალი ქულა ვერ დაუწერა, ხო? მე ძალიან მომეწონა. პირველად გავსინჯე და კრევეტის პირველად გასინჯე. შემდეგი კერძი ქეთ და დღეისთვის ბოლო კერძი. მე გადავალთ სასმელებზე. ოჰო. ეს რა არის? არ ვიცი. ნუ სუნი აქვს. და ვიზუალი. აჰა. ანუ ცუდი სუნი არა, კაი სუნი აქვს. ძაფრი სუნი აქვს. ხო, ძაფრი სუნი აქვს. მე მგონი ეს იყო ტაკოიაკი რაფეხას ბურთებით. ანუ ეს განსხვავებული სუნი და რაღაცა ეგრევე რაფეხა ვირტყავს თქვენში. კაი, ეხლა უკვე მართლა რაფეხა არის ქეთ. რაფეხას ბურთები. რაფეხასაც პირველად. აი, რაფეხას პირველად ჭამ თეხა მართლა. ეგრევე გაგვაფრთხილა. რაფეხა ვარო. კაი, სინჯავ ქეთ. ჩავიფიქრო. სოიო სოუსი savaraudut კიდე. ვაუ. უცნაურია მოგზაან. რაფეხა დიდად შემდგომობაში არ ხდება. მოდი აკეთებ. ანუ, ცუდი გემო არ აქვს, მაგრამ ჩემთვის ცოტა უცნაურია. და როგორი ძაფრი სუნი აქვს? აი, ძალიან ძაფრი სუნი აქვს, მიდი გასინჯე. არ გინდა? ო, რა ძაფრი სუნი აქვს, ჩემი. მიდი. რაფეხის ტვინი. მიდი, რაფეხის ტვინი არა ის. მოგწონს? რაფეხას ბურთები გამოიყურება აი ასე. და აი ძალიან ძაფრი სუნი აქვს. ანუ შეზავების ალბათ, ხო? მოგეწონა? შეთან ბურთები გამიარია ძალიან. მე? ქულა? 7. 7? ჩემთვის 6, იმიტომ რომ მე უცნაურია ცოტა. რაღაცნაირი ჩემთვის არ არის რაფეხა, მოდი რა. აწი ვიცი რომ რაფეხა არ მომწონს ალბათ. ანუ ყველაფერი უნდა გასინჯო, უეჭველი ეს ბურთულები უგემრიელესია მართლა უბრალოდ ცოტა რა. მეც ვასწავლე ცოტა რაღაცა, ანუ ვერ მივხვდი. ჩემ გემოვნებაში ვერ ჟდება, ანუ ეგ თემა არის რა. ძალიან კარგი, ეს მოვჭით კერძებს. ახლა წავიდა სასმელები და ძალიან მაინტერესებს. წევი და ჭიქები, ასეთი ლამაზი ყვავილებიანი. მოდი ლიმონის სასმელით დავიწყოთ. ეს არის ლიმონი, რავი ლიმონის წვენი ალბათ. 40 ლიმნის რაოდენობის ვიტამინ C შედის ამ ბოთლში. გადაო? საღო? გავხსნათ აბა. კარბონირებულია ქეთ. კაი სუნია. რა კაი სუნია. ტკბილი იქნება რა თქმა უნდა, ხო? იაპონური ლიმნის წვენი, ტო. ცოტა სავასხო. აბა. აგვიარჩეს. გემრიელი ლიმონის წვენი. ძალიან გემრიელია. არ არის რაღაცა ისეთი მჟავე და ესე რო გიგავს რა მაგის, ანუ ტკბილი არის, მოთხოვნა. რაღაცნაირი. ან ბალანსირებულად ტკბილია. მე მომწონს. აზრდენათი. ძალიან კაი სასმელია. სიამოვნებით დავლე ხოლმე. მეყოლოთ ჩვენი ესენი კარბონირებული კაცანები. ერთი ძალიან ორიგინალურად გახსნადი წვენი არის ხალხო, აი ეს არის ჰატა. ძალიან მაგრა იხსნება. ხო, თუმცა არ ვეფხსნათ და სათთავთ ხოლმე დავგებმა. რა პრობლემაა? შენ შესაძლოა გახსნი, მე ჩემს თუ შენ მე ლურჯს გავხსნი. ორივე შენ გახსენი, მოდი. ცოტა ძალა უნდა ამის გახსნას. ეხლა უყურეთ რა საინტერესოდ იხსნება. ანუ ორივე თითო ლურჯის დასხეთ და მე ვარცხები გავხსნი. კი. მოკლედ იხსნება ასე. ცოტა უცნაური ისაა გასახსნელი. ეტიკეტს აძრობთ ზემოთ. აი შეფუთვას. გადმოვარდება ეგეთი პლასმასის რაღაცა, მაიცა. ამ პლასმას ანუ ჩააჭერთ თითს ასე. ჩავარდება შიგნით. განცალკევდება და აი ეს რაღაცა ღილაკივით ამოხტებოთ თავსახურით თუ რა ვიცი რა არის.
ზემოდან ამ სასმელს აქვს ასეთი ბურთულა, უნდა დაუმიჯნოთ ეს პლასმასი. თერი ძალით უნდა ჩააჭიროთ ასე და ეს ბურთულა რაც არის ზემოთ ვარდება დაბლა. რაც რეაქციას იწვევს და რავი, ალბათ რაღაც გემური ვაკლია, მაგას უსებს, არ ვიცი. რა რეაქცია შედის რაღაც საკეთებს. ვერქენი, ესე ვერქენი ხეთ მაიცეთან. აჰა, ჩავაგდოთ. აჰა. ცოტა ბევრი ხონდა გაზში იმ კაცად. გასხა. არ ჩემბრალი არა უშოს. იმედია მეორე სესია არის აუ. ხო არა, მეორე ძალიან ხო. ძალიან ბაქარა მეკაცავ, ხო. აი როგორც ხედავთ, შინ ბურთულა ჩავარდა რაღაცა და შეგვიძლია დაპასხათ. ასე. კეთი ჯერია თუ გახსნის. მედიკეთ. ოჩა, შენ მაგ გასხა. ბრავო. ძალიან საინტერესო რაღაცაა, ჩელენჯია ჩვეულებრივი ამის გახსნა. ეს პატარა რაღაცა ბურთია შეგნით, ხო? ბურთია, რომელიც გასაძლოს. აი გაძლევს ნეტა? აი ხო? მე ძალიან მიყვარს. პირველად ეს გავშინჯე და ეგრევე ძალიან მომეწონა. ნუ 10-დან 10. 11-10-დან. ჰატა, მაგრამ მივასება ეს გემო. აბა ეს ჰატა გავშინჯოთ, ეს გემო არ გამიშინჯოს. მივატესტოთ. აზე არ არის. ვერ მივხვდით ესია, მაგრამ ჩემთვის ეს იქნება 7-10-დან. ჩემთვის 9. ჩემთვის 7. ჩემი გემონებისთვის რაღაც აკლია. გავიჭრები მან. ორი სასმელი დაგვრჩა და ეს არის რაღაცა ბანკაში და რაღაცა craft boss ყავა ეს რა წვანა ჩაი. მაჩა ლატე. ლატე ყავა ყოფილა ხო? ეს გამოიყურება craft boss-ი ქვია. სავარაუდოდ ეს ჩამოსაგდები აპარატები არის ხო? ეს ჩამოსაგდები აპარატები მანდედან იყიდება ესეთი ვიძე არის. იაპონიაში კიდე ყველაფრის ჩამოსაგდები აპარატი არის. პიცის ჩამოსაგდები აპარატი არის. პიცის მართლა ფეხსაცმლების ჩამოსაგდები აპარატები არის. ტანსაცმლის ჩამოსაგდები. როწავთ უეჭვნა ჩამოვაგდოთ რაღაცა. ძალიან კაი, რომლით დავწუთ? ყავით დავწუთ, ყავით დავაბოლოთ, თქვენი ყავა ბოლოსკენ არ კაი ხომ? ყავით დავაბოლოთ და აი ამით. რაღაცა შუშხუნა სასმელია მგონი და ესე გამოიყურება. ეს არის ფელისე. იტა და კიმას უნდა მეთქვა თავიდან, მაგრამ დამამოწდა. ნუ გითხა? იტა და კიმას არის მადლობა საჭმელისთვის. სუნთროც კაისონია, ხაბა? ერთ ნაისუნი თქვენ დავისყო. მომწანოა. წანა ჩაია? უცნაურსონია. დაბირის. თანა. ნახე? წანა ჩაის იმაზე მიდის, წანა ჩაის ვაიბი აქვს. კაია. წანა ჩაია. რაღაცის გემოს მაგანებს რაღაც დაბირა. ნესვი? ხო, რაღაც მონესვო გემო, ხო? აი მას ხომ ნესვი, ხო, ბაზარი არა. ნესვი არ მიყვარს და მაგიტო არ მახსოვდება მაგას გემო. Melon flavor. და საზამთროს გემოზე არის. მაგრამ watermelon არის საზამთრო. ანუ melon ნესვი არის როგორც ვიცი, ხო? ნესვია, ხო, ნესვისა ამგვარი. კაი გემო აქვს, მაგრამ რომ ახსენდება რომ ნესვის აი აღარ მომწონს, ნესვი არ მიყვარს ასეთქეთ არ მევახსენებ ნესვი. ანუ სიამოვნებით დავაყოლებ ხა ამას ყავას. აი. craft boss-ის დრო არის. როგორ შეაფასე? არ შევაფასებ, იმიტომ რომ ნესვია, შენ შეაფასე. 7 კოლა. ანუ 7 კოლა შენთვის. უბრალოდ ნესვი არ მიყვარს. აი, ეს არის craft boss. 1992 წლიდან აწარმოებს craft boss-ი ამ ყავებს. არის matcha latte. აბა. გაზიანი არ არის. კიდე კაი. და smoothie-ის იმაზეა, რა ქვია. ვეგანური სასმელის ფერზე არის. რა არის? Вообще так что не говори. Аккуратно. Вообще так что не говори. Аккуратно. Усуна? Я говорю, გავცვიდი. Სუნი არ ვერბნო. ეს ძალიან ტკბილია ჩემს. დასნე. რატომ ვუკავშირებ რაღაცა უცნაურ გემოებს? შეიძლება არ უკავშირებ და შეიძლება იგა. ვირის გემო აქვს? ვირის გემო? გოგრი. გოგრის გემო აქვს? ანუ კი გოგრის გემოზე მიდის. რაღაც ეფრებს რა გოგრის გემო. არა, მართლა გოგრის გემოზე მიდის, რა ვიცი. მე ეგრე ვგრძნო. არა, გოგრის გემოზე მიდის. მაგრამ ცუდი არის, კაია, ხომ? ძალიან. აჰა, ეგრევე თავისი ფავორიტი გააძრო, დაისხავს. უკვე გასაგებია რომელი მოგვეწონა ყველაზე მეტად. მე კიდე იმდენი რაღაცა მაქვს არაული ახლა მუცელში. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო მართლა. ზოგი კერძი ჩემ გემონებაში ჩანს და ზოგი არ ჩანს და როგორც კეთის შემთხვევაში ასევე. მთლიანობაში ამან ეს რა ქულას დაუწერ? 10 ქულა. მე 11 დაუწერ.
ეგრე არ არის. ხო, კაი. 10-დან 10 ამანეს უმაგრესი ხალხი არის, იქაც რომ მივედით და მე ხარ ვიცნობდნენ ფიზიკურად და ისეთი თბილი გარემო. ძალიან თბილი გარემო არის და მე რო ვანახეთ ჩვენი არხი და რას ვაკეთებთ და რაღაცა და თანამშრომლობა რო შევთავაზეთ, ძალიან გავხარდა და დაგვეთანხმეთ. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მათ წარმატებები ბიზნესში. უეჭველი უნდა გადახვიდეთ მათ სოციალ მედია ლინკებზე, უნდა ეწვიოთ ბაზარში ორბელიანზე. მეორე სართულზე იმყოფება, შევხვალთ თუ არა მარცხნივ არის ესე. თავის შესასვლელი და მარცხნივ დაინახავთ ზემოთ ამანეს. აყავთ კიბეებზე და ესტუმრებით. უმაგრესი ხალხი, უგემრიელესი კერძები. წარმატებები. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა. და აუცილებლად ესტუმრეთ. აუცილებლად უდიდესი მადლობა. ყველაფერმა ძალიან გაასწორა. ჩვენ კიდე მომდევნო საწველების და სასმელების გახილამდე დაგემშვიდობებით, რავი, დავიწერთ კომენტარებში გნებავთ თუ არა. რა გავსინჯოთ და გნებავთ თუ არა, კიდე მე და კეთილ გადავიღოთ მსგავსი სტილის ვიდეოები. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დისლაიქი დატოვეთ, მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და